ორი გენიალური ქართველი მოღვაწის მონუმენტის გახსნა კასპის კულტურის სასახლეში. დავით ჯავრიშვილისა და რევაზ ჭოხონელიძის მონუმენტი გაიხსნა კასპის კულტურის სახლში. ცეკვის აკადემია დიდგორმა ქორეოგრაფიის ლეგენდებს ამგვარად კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ღვაწლისთვის. მონუმენტის ავტორი მოქანდაკე გელა ლარიაშვილია. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ხელოვანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოეწყო ანსამბლ დიდგორის შემოქმედებითი საღამოც. ქართულ სულიერებას შეწირა მორმა ადამიანმა თავისი ცხოვრება. დავით ჯავრიშვილი ქართული ქორეოგრაფიის მამად იწოდება. მან სათავე დაუდო ქართული ქორეოკულტურის კვლევას, გამართა მოაწესრიგა და დაამკვიდრა ქართული ცეკვის ლექსიკა და ტერმინოლოგია. დღემდე შეუცვლელ ქორეოგრაფად მიიჩნევა რევაზ ჭოხონელიძე. მინდა დიდი სიხარულით მიულოცო დიდგორის აკადემიას ეს უნიკალური მონუმენტის გახსნა. მონუმენტი, რომელიც ისტორიის მატარებელია და დიდ დადა დათა ჯავრიშვილის სახელს და რევაზ ჭოხონელიძის სახელს უკავშირდება. ამისთვის ძალიან საინტერესო და ძალიან მადლიერი დღე იქნება დარწმუნებული ვარ და ამისთვის აუცილებლად მის ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთევანს უნდა გადაუხადოთ მადლობა ამ ულამაზესი აკადემიის არსებობისთვის. ეს დიდი ადამიანები დააფასა კასპმა მართლა დიდი ადამიანებია დავით ჯავრიშვილი, რევაზ ჭოხონელიძე, გვარებს იტყვიდა ყველაფერი ამით, თქმა და მე მინდა დიდი მადლობა კასპს აი ამ დიდი ადამიანების აი ასე დაფასებისთვის და მოფერებისთვის. მონუმენტის გახსნა ეს არის არა მარტო ორი პიროვნების დაფასება, არამედ მთელი ქართველი ხალხის, ქართული ცეკვის, ქართული კულტურის აი ბატონი დავით ჯავრიშვილი, ბატონი რევაზ ჭოხონელიძე ეს უდიდესი ადამიანები არიან ჩვენს ქორეოგრაფიულ სივრცეში და მე მაგალითად გავიზარდე ბატონ დავით ჯავრიშვილის მოძღვრებაზე ასე ვთქვათ და ძალიან ბევრი თაობები და ჩვენ კიდევ ის ადამიანები ვართ რომელიც გადავცემთ ამ ცოდნებს მომავალ თაობას. ცეკვის აკადემია დიდგორის ხელმძღვანელი ქეთევან მონასელიძე ამბობს, რომ მონუმენტის გახსნის იდეა ჯერ კიდევ წლების წინ გაჩნდა. იდეას ვრთები დიდგორელების, ქართული ქორეოგრაფიის ცენტრის, ფოლკლორული ცენტრის, ქორეოგრაფთა კავშირისა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შეესხა. ვარსკვლავი გახსენი დაიბადა იდეა, რომ გაკეთებული იყო მონუმენტი. ეს გააკეთა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ბატონმა ზაზამ ჟავანაძემ. მე მოვიწვიეთ სპეციალურად მოქანდაკე, როგორი მონუმენტი უნდა გაკეთებული იყოს. საქართველოში არ დგას ესეთი მონუმენტი. მართალია აზრთა სხვადასხვაობა იყო და რამდენიმე წელი მოუნდით, მაგრამ ბატონი ვახტანგის მოსვლის შემდეგ თავი დაედგა აუცილებლად საქმეს და გაიხსნა ეს ძეგლი. ჩვენ კი გვინდოდა რომ გარეთ ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს ძეგლი იყო გარესივრცისთვის გათვლილი. მისთვის კმაყოფილი ვარ ძალიან. თურმე ღირს მუშაობა იმისთვის, რომ აკეთო კეთილი საქმეები და არ დავიწყება აი უდიდეს ქორეოგრაფებს დავით ჯავრიშვილს, თუკი ცეკვის რაინდი იყო, თუკი ქორეოგრაფიის მეტრე რევაზ ჭოხონელიძე იყო, რატომ არ წარწერა, რატომ არ უნდა ყოფილიყო, რევაზ ჭოხონელიძემ დაარსა ეს დიდგორი და ჯავრიშვილის სკოლით ვიზრდებოდით ჩვენს ყველა. ყვანდელი დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია კასპისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მონუმენტი შეემატა ჩვენ ქალაქს, ჩვენ კულტურის სახლს. დღევანდელი დღის ეს ლამაზად ჩატარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ქალბატონ ქეთევან მონასელიძეს, რომლის ფაქტიურად მისი აქტიურობით, მისი თაოსნობით შეიქმნა ეს მონუმენტი და ჩვენც ადგილობრივი ხელისუფლება თავისთავად დაუდექით გვერდში.